ეს საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობაა. ეს კი რუსული ჯარი მედვედევი რომ ამბობს, მშვიდობისთვის შევიყვანე რეგიონშიო. რუსები ოზ და კაზაკ სეპარატისტებთან ერთად მოსახლეობას გორის ცენტრში აყაჩაღებენ, რაც მოსწონთ მიაქვთ. რუსულ ჯარს რომ შეაიჭვი აღარავის ეპარება, თუმცა ახლა ისიც გაირკვა, რომ ცივად კიდეც. ბევრმა მათგანმა პრობლემების მოგვარება ყველაზე მარტივი გზით გადაწყვიტა. ბაზებიდან ქართული ჯარისკაცების ფორმები წაიღეს და უფრო მოვლილები რომ ჩანდნენ, ჩაიცვეს კიდეც. ესეც რუსული გაგებით არა ქურდობა, არამედ მშვიდობისთვის ბრძოლაა. რუსების და სეპარატისტების მარადიორობა რომ ყოველგვარ ზღვარს გაცდა, ეს კადრებიც ადასტურებს. Что это за вилка? Не лезь туда, хорошо? А вилка откуда? Это тебе уже какая разница? Берите Иди камеру. отсюда, говорю тебе. Берите камеру. Мне интересно, откуда вилка? Отходим назад. Все, Ребята, золотая вилка откуда? до первой машины, до первой Золотая машины. вилка откуда у него? До первой машины. До первой машины. Все, до первой машины. Меня интересует, откуда золотая вилка? До первой машины. А что вы несете отсюда? Ничего. არ წაუღიათ არც ლეიბები, არც საბნები, არც ბალიშები, არც უამრავი სხვა ნივთი. უბრალოდ საკუთარი სამხედრო მანქანები მშვიდობიანი მოსახლეობის სახლებიდან გამოტანილი ნივთებით დატვირთეს. ოკუპანტები მოსახლეობის ძარცვით არ შემოფარგლულან. რუსმა ჯარისკაცებმა ის, რაც გორის სამხედრო ნაწილში დარჩა, დილიდან ააფეთქეს. მოგვიანებით კი სოფელ ორჭოსანსა და წითელუბანში ხორბლის ყანები გადაწვეს. რასაც შეიძლება გამოვიარეთ ხალხო, რა იყო ეს და რასაც სწავლი მოხდა, რა ვისაც ჭირდებოდა ეს ომი რო დაიწყო რუსებსა და ქართველებს შორისა. რაში გვაწყობდა, ვისაც წყობდა. მაგრამ უბრალო ხალხსა ხო არავინ გვეკითხება. ეს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ხელისუფლებამ მოახდინეს, თორემ რუსებიც იგივე ქრისტიანები არიან და მართლმადიდებლები არიან როგორც ჩვენა, ხო? რა დღე გამოვიარეთ? ბატონო ბიჭიკო, მაგაზე არ არის საუბარი. ხანდახან აი ადამიანები ერთმანეთთან უზიარებენ ვითომ თავისას და ომი ვინ დაიწყო. არც შენ იყავი საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი და არც მე ვიყავი რუსეთის წარმომადგენელი. გეშტაბის წევრები ხო არ ვიყავით. და რო ეკითხებიან გლეხსა რომ ვინ დაიწყო ომიო, მე საიდან ვიცი ომი ვინ დაიწყო. ის ადამიანები რო შემოვიდნენ 2008 წლის შემდეგ აბსოლუტურად არაფერი არ დაუშავებიათ მოსახლეობის, მშვიდობიანი მოსახლეობის ვინა. ისა რაც მოხდა რომ სახაერო დარტყმები იყო თუ ბომბები ააფეთქეს, მას შემდეგა იმ საჯარისო ნაწილები ხო აირიდნენ სოფელში, საზღვრისპირა ტერიტორიაზე ცხოვრობთ ჩვენ. ჩვენთვის არ ვინმეს რამე დაუშავებია, მე მაგალითად არანაირი შენიშვნა არ მაქვს. არც შევთვის არაფერი არ დაუშავებიათ. შენ აქედან უნდა წახვიდე, ან საქონელი უნდა წაგართვა, ან ის უნდა წაგართვა, მსგავსი მაგისი არაფერი არ ყოფილა. და ეხლა მე როგორ დავადანაშაულო ის ადამიანი ჯარისკაცი? მე და ჩემი მეუღლე არსად არ წავსულვართ. აი როცა კრუხმაროტი წილები დაკარგა და ეგეთი ამბები რო იყო არეულდარეულობა და შვილები გავხიზნეს, შვილიშვილები. მე და ჩემი მეუღლე არ წავსულვართ არსად. პირიქით მინდორში ვიყავი ხოლმე. და აი ბომბები რო ცვიოდა, ბომბები იმას დავალებული ქონა, უნდა ჩამოეყარა, მაგრამ გადაუვლიდა ხოლმე ერთ ნახირსა. საძოვარზე მეორე ნახივრსა, მესამე ნახივრსა და თავისუფალ ტერიტორიაზე, აი ჩვენსა წითელუბნის შუაი. ემ წუჩიცა ვისაც უნდა წავიყვან და ვაჩვენებ, ტყუპად ჩამოგდებული ორი ბომბი. აი თავისუფალ ჭანდრების ზოლი როა ხოლმე, აი იმ ზოლებშია ჩამოგდებული. მოსახლეობის იმის ნასხვრევებით შენახული მაქვს იმ ბომბისა, არავის აბსოლუტურად რომ ახლო არაფერი არ ყოფილა. და ავტომატიანი ჯარისკაცები რო გამოირიდნენ და მე სიმინდის პირში მარტო კინა ვიყავი და მუშაობდი. კითხულობდნენ სიგარეტი სად შევიძინოთ, ან თუ შეიძლება საჭმელი პური სად ვიყიროთ, არ ესეთ რამესა. აბსოლუტურად არაფერი არ მინახია, ჩემ თვალებს არ უნახია რაღაცა იქა ზედმეტი რამე ყოფილიყო. დაგეთანხმები რომ მსგავსი არაფერი არ ყოფილა. მშვიდობიანი მოსახლეობისთვის არაფერი ზედმეტი არ უთქვიათ.
წყალი დამალეინე ან თუ ჩვენით გაუტანით საჭმესა რამესა მადლობას გვეუბნებოდნენ და ესეთი რამე ხდებოდა ძირითადში. სხვა ისეთი რომ აგრესიულები ძარცვა გლეჩა რამე არაფერი ჩემ თვალებს არ უნახია. ეს მე არ მინახია და სხვაგან თუ იყო არ ვიცი. ვერც მე ვიტყვი. ჩემი სოფელი არის გორიდან 12 კილომეტრზე ჩრდილო-აღმოსავლეთით. ომის დაწყების დროსა რუსეთ საქართველოს ომი რო იყო. მე ვიმყოფებოდი სოფელში, არსად არ წავსულა. მე რაც ვნახე რო გითხრათ სიმართლე, ხა ომი რო საშინელება ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ვის აწყობს და რაში გჭირდებოდა, მაგრამ მოხდა. ჩემ პირადად მე, ჩემ თვალებს არაფერი ისეთი არ უნახავს, რომ ორივე მართლმადიდებელი ერი ვართ და რო აი რუსებს რამე დაეშევინოთ, ჩემთვის ან ჩემი ოჯახისთვისა. არც სხვაგან აი ახლომახლო არ მინახია არაფერი ესეთია, რო თქვა ასეთი რამე. აი ყველაზე ცხელ პერიოდში, როცა პიკის საათები იყო, ვნახეთ როგორ არა ვნახეთ, ტანკების დადიოდნენ, ჩემ სახლის ირგვლივ დადიოდნენ. არავის აბსოლუტურად არაფერი არ დაუშავდათ. აი ამ არც ტანკებითა. ხო და ჯარი რო იყო დაბანაკებული, ჯარიდან გამოდიოდნენ 2-3 დღის შემდეგ. ეძებდნენ საჭმეს, პაპიროს და კითხულობდნენ ბუტკა ხო არსად არ არის. ფულს იხდიდნენ. უფლოთ არაფერი არ ძალადობა, არც შეურაცხყოფა, არაფერი არ მინახია მე. ცხოვრობ გორის რაიონის სოფელ ზეგდულეთში. ცერცვაძე მურადი დიმიტრის ძე. 2008 წლის ომი როცა დაიწყო რუსეთ-საქართველოს შორის ეს ერთადერთი დიდი შეცდომა იყო პირველ რიგში. მიუხედავად იმისა, რომ ორი ერის ადამიანები ვართ, ერთი და იგივე მიმდევარი ქრისტიანები ვართ და ეს არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ მე საერთოდ მოსახლეობაში წამიღნიშნია და ყველგანაც ადამიანთა ხალხმრავლობაა ხომე რომ ეს ომი ჩვენი მოწყობილი არ იყო. ეს ომი მოწყობილი იყო თვით იმ ადამიანებისაგანა, ვისაც აინტერესებდა. თორე გლეხ ადამიანს რა შეაწყობდა ომი, ან რუსეთის მოქალაქესა და ან კიდე საქართველოს მოქალაქე გლეხ ადამიანს. იმას უნდა მშვიდობა მოსავალი მოიყვანოს, დაამუშავოს მიწები და მიიღოს ის, რაც ოჯახისთვისა და შვილებისთვისაც სჭირდებათ. მაგრამ მოსახდენი მოხდა, ესა ჩვენი ბრალი არ არის და თითქოს შეკვეთილი იყო ვიღაცეებისაგან. მაგრამ ერთი რამ არის ცხადი, რაც მოხდა. ეს როცა რუსეთის ავიაცია წამოვიდა, სატანკო ნაწილები წამოვიდა, საჯარისო ნაწილები წამოვიდნენ, შეიარაღებული ძალები თითქმის კბილებამდე იყო დასაფარი რა არის, ავტომატები ფეხზე ყოდათ შეყენებულები. სოფლებში აივლიდნენ, დაბანაკებულები იყვნენ, მეზობელი სოფელი არის, ახალ სოფელი, იქ მიმდებარე ტერიტორიაზე პატარა ტბა არის და იმ ტერიტორიაზე იყვნენ დაბანაკებულები და ეს საჯარისო ნაწილები ამ სოფლიდან ამოევლიდნენ ზეგდულეთის სოფლის თავამდენა, გაივლიდნენ, გამოევლიდნენ, აკონტროლებდნენ, ხო არაფერი შეკითხიან კიდეცა, ხო არაფერი გიჭირთ, ხო არაფერი გავიწროებს, ხო არავინა, მაგრამ ეხლა შევიწროებით არავის არ შევიწროებია, არც იმათ თუ თქვია ზედმეტი. რო თქვათ, რომ აი გინა თუ არა რაღაცას გაძალებ, ეს უნდა მომიტანო, აი საჭმელი არა გვაქვს, საჭმელი უნდა მოგვიტანო, არ შემოცვლინა არავინ, გინდა თუ არა ღორი უნდა დაგიკლა, ან საქონელი უნდა დაგიკლა, ან ქათამი უნდა დაგიკლა და მსგავსი მაგისი არ აყოფილა. რამე შეურაცხყოფელი ხო არ იყო, როგორც ქართველი ადამიანის მიმართ, თქვენ ქართველობას ხო არ შეეხება. მათ შორის ერთ რამეს გეტყვით, მოგახსენებთ. ერთი ახალგაზრდა ბიჭი იყო, იქა საჯარისო მოქალაქეობა ჰქონდა. და ის ქართველი ბიჭი იყო ერთი 25-27 წლის ბიჭი. რუსეთის ჯარში მსახურობდა და ბიჟაზე რომ მოვიდა იქ არა, ისეთი ჩეჩნებიც იყვნენ სხვათაშორის. ჩეჩნებიც იყვნენ. ისინი ცოტა სხვა გრუბი ხალხი არიან სხვათაშორის, მაგრამ ემ ბიჭმა, იმ ბათუმელმა ქართველმა ბიჭმა და ყურადღებას ნუ მიაქცევ, თუ ქართულად გვესაუბრებოდ. არაფერი არ მოხდებათ, მოსახლეობა მშვიდად იყოს, არავინ არაფერს არ დაგიშავებთ. არანაირი ძალადობა არ იქნება ბიჭო. აი ეგრე გვაფრთხილებდნენ და მართლაც ეგრე მოხდა ძმო. ის ადამიანები, როცა დაუმთავრდათ იმათ ვადა, რა დროსაც დრომდე უნდა ყოფილიყო, თავიანთი ტანკები დაქოქეს, ჩაასხდნენ და წავიდნენ მშვიდობიანად.
დასავებითა და ძალადობით მსგავსი მაგისი არაფერი არ ყოფილა. არც სახლი დაუზიანებით, არც სახლი დაუზიანებით, არც ყანები, არც არაფერი. მიუხედავად ამისა, მიმდებარე ტერიტორია არის ჩვენი სოფელი და იმათ ის წინაგარაა სოფელი, სადაც ვესაცხვრებით თითქმის ჩვენა. და ამჟამადაც ეხლა ესია რომ წინაგარასთან ახლა ოსების სოფელია და მსგავსი ისეთი რაღაცა რომ ადრესა და დღესაც არა ყოფილა. თინა ცერცოძე გიორგი სასული. ჩემი ცხოვრება მუშაობდი ჰოსპიტალში მედსესტრად. მუშაობდი. ფეხით მიხდებოდა სიარული ომიანობა 2008 წელსა. მივდიოდი ფეხით, იმიტომ რადგანაც უკვე სოფელი გაიხიწნა და გამწარებული ცხოვრება იყო და ვის აქონდა მაგის ჯარი რომ მანქანებს ევლოთ, ეშინოდათ ეს ტანკები იყო, შემოსული იყო რუსი ჯარი. დაბანაკებული იყო ახალსოფლის სასაფლაოებთან. მე ფეხით მოვდიოდი 12 კილომეტრსა გავდიოდი ზეგდულეთიდან გორის ჰოსპიტალში, მაგრამ არასოდეს ცუდი არ შეუხვედრებიათ. არავითარი ისეთი ზეწოლა არ მიგძნია იმათგანა. მე ჩემოვალეობას ვასრულებდი სამსახურში. სოფელში სამყამდა საქონელი. ყველაფერი, მაგრამ გაუვლიათ ჩემ სახლის წინა, გამოუვლიათ წითელუბნის გვერდზე საზღვართან ახლოს ცხოვრობ ჩვენა, მაგრამ ზედმეტი არაფერი არ უკადრებიათ. აი ხო შეეძროთ ან დავერბიან, საქონელი წაერთვიათ, ან ზედმეტი ეკადრათ და გაივლიდნენ და თუ შეიძლება მოეთხოვათ ან პური, ან რაღაცა ისეთი საჭმელი რომ პატივი გეცა. რა არის იცი, ახლა რუსეთი ჩვენი მეზობელია. რუსეთს გაცნებურებული აქვს საქართველო და რუსეთი ერთი ვიყავით. ტკბილიც უთია დამოკიდებულობა ქონდა, კარგი მეზობლობა ქონდა. ამ მეზობლობის უკან ვინ იდგა და რას ამართავდა, ეს გლეხობამა და მკვიდრმა მოსახლეობამ არაფერი არ იცოდა. ამის უკან ვინც იდგა და მართამდა, რომ აერია ქართველებსა და რუსებს შორის დაძაბულება მოახდინათ, აქ უკვე სხვა რამე დევს. აქ ჩვენ არაფერში გახოვული შარში არა ვართ. იმიტომ რომ ჩვენ ტკბილი დამოკიდებულობა ქონდა. ჩვენ არა ქონდა არც ლანძღვა, არაფერი არა ქონდა, ბაზარი ქონდა. ვინც რუსეთში მიდიოდა გამართული კაცი იყო. კარგად ცხოვრობდა, ვაშ გაიტანდი, პროდუქტს გაიტანდი, გაყიდიდი. ეხლა ეს გლეხი იღებს ამ პროდუქტსა. რაღაცას აკეთებს, მაგრამ ვერსად ვერ გააქვს. და უბანდება და ფუჭდება, პობადი ხდება და ალბათ გადასაყრელისა ხდება. თბილისშიც ვერ ჩააქ. თუ ჩაიტან კაპიკებში უნდა გადაყარო და უყი აზრი აღამას აღარაფერი აღარ აქვს. ამიტომ იყო რომ რუსეთი ძლიერი დიდი ქვეყანაა. ჩვენი სარნა მოგვეძვარნა ამის უკან ვინც იდგა იმას მთავრობის პიროვნება იყო ის ვინც იყო ყველამ კარგად იცის. იმას ეს რეაგირება არ უნდა მოეხდინა და ერთმანეთში კარგი დამოკიდებულება უნდა გაეკეთა. ხალხი უნდა შერიგებისკენ წაეყვანა და აღაც მკვლელობა მოხდებოდა, არც დაძაბულობა მოხდებოდა და არც კიდე მოგვიახლოვდებოდნენ საზღვარზე. სოფელი ზეგდულეთიდან გელა სამადალაშვილი, გიორგი ზე, ომის პერიოდში სახში ვიყავი. გზიპირზე ვცხოვრობ, ამ ტრასისა კი არა, სოფლის გზიპირზე ვცხოვრობ მე და. და ტანკებმა რომ მოიარეს, რა, ღამე იყო. გლუხური მესმოდა ვიწექი და მე თქვი რა ხდება, რომ გამოვედი, ფარნები ეყენათ ტანკებსა. ზედა სალათები ისხდნენ. და მე თქვი მომკლამენი მეთქი, მაგრამ რუსები იყვნენ, ხო, მე თქვი და სადღაც წავსულიყავ, ეზოს გარეთ სადღაც წავსულიყავ. მე თქვი ჩამოვლენ და რაღაცას მიზამენ მეთქი, მაგრამ არაფერი დილა გათენდა. ხო. ამათ მე კიდევ ჩამოიარეს და იმასახენ და ტუსონკები დაარიგეს. ადამიანის უნდა არ გაუციათ ზედმეტი სიტყვარის ნააბაროდ ეხმარებოდნენ. ხალხს ეხმარებოდნენ. თუ რამე გინდა თუ რამე მაგრამ მაინც ის ტანკები ცოტა ის იყო რა ქვიან აი ბუნებრივად სიმზარავი იყო და თქვენ რატო ვიფიქრეთ რომ მომკლავენო ეს რამე პროპაგანდის შედეგი ხო არ იყო აი არა რა იყო იცი რა ადამიანის შეგრძნება მაინც სხვა არის რომ ტანკი მოდის ახლა რუსია რავი რა თემაზე მოდის რა ვიცი რა იცი რა და არაფერი ზედმეტი არ უკადრებიათ სიტკბოს მეტი არაფერი გაუკეთებიათ რა მე ხო გეუბნები ნახირები დადიოდა ხოლმე საქონელს აძვლებდნენ ხოლმე და მენახირეებს აი ნუ ისა სპეციალური მენახირი კი არ იყო მორიგეობით იყო ნახირი და იმ ტუსეკებს ეგრე აძლევდნენ ეგრევე აძლევდნენ ყოველ შემთხვევაში არ წაურთმევიათ არაფერი ეგრეთ ზედმეტობა არაფერი ყოფილა რა უფრო მეტად სუპატივის ემაში იყვნენ მოსახლეობის მხარე არავითარ შემთხვევაში რომ ზედმეტი ეკადრებინათ რამე
არ მომხდარა, რომ მომხდარიყო ჩემს მიმართ კი არ დაუშვათ სხვის მიმართა. ხო მე გავიგე სოფელია სოფელში დავდიარ, სოფელში გავიზარდე. ეგეთი რამე საერთოდ არ ყოფილა. თუ დახმარების მეტი არაფერი გაუკეთებიათ რა. მაგრამ ხელისუფლება ისეთ გვიკეთებდა საქმესა სააკაშვილის დროსა, რომ აი ბაშატაზებდნენ. რომ აი ესენი არის ესები არიან, ესეთები არიან, ესე იქნება, ისე იქნება, მაგრამ ხალხი მე სოფელიდან გაიხიზნენ. მინდორში თივის ბრუნები იყო და ხალხი იქათენებდა 1-2 ღამეს, 3 ღამეი. და მე მეც იქ ვიყავი ერთ დროსა. ერთი პიროვნება მოვიდა, ტანკით მოვიდა. გადმოვიდნენ. და ვიგრძენით რომ რაღაც საშიშროება და გვითხრეს რომ წადით სახლებშიო. თქვენა ხელშეუხლებელი ხართო. რუსები იყვნენ. რუსები მასაკაცო, ჩვენა ვებძვითო იმ ტერორისტულ ხალხსაო. ვიც რომ ტერორისტულ ხელისუფლებას ვებძვით. არა ხალხს. არა ხალხის არავით არის. წადით იცხოვრეთ თუ ქართულ ხალხზე რამე ცუდი ხო არ უწევთ. არა არ სიტყვიერად. არც არაფერი, ქალებიც ხო იყვნენ იმაში გამოსულები რა ქვიან მინდორში ქალებიც იყვნენ. თუ ერთი რამე ზედმეტი ეკადრებინათ იმ ქალების ნაბაროთ არიგებდნენ იმასა რომ წადით სახლებში აქ ნუ გძინავთ ხელშეუხლებელი ხართ თქვენ არაფერს დაგიშავებთ არაფერი ვებძვით მარტო იმ სააკაშვილის ხელისუფლებასა ტერორისტულ ხელისუფლებასა. მე ვარ გორის რაიონიდან სოფელ ზეღდულეთიდან ცერცვაძე ანდრო დავითის ძე. დიახ ბატონო ანდრო, ესე იგი თქვენ ომის დროს, აგვისტოს ომის დროს სოფელში ბრძანდებოდით? კი, მე და ჩემი მეუღლე ვიყავით სოფელში, არც არ წავსულ ვართ. შეესარით როგორ შემოვიდა რუსეთის ჯარი? კი. და ესე იგი რაში გამოიხატებოდა მათი მოქმედებები, სად დადგნენ, როგორ იქცეოდნენ მოსახლეობა, როგორ დღეში იყო, აი ეს მოგვიყვება. არაფერი, ეს ახალგაზრდობა სულ გაიხიზნა. შეეშინათ მართალი, ახლა ომია და შეეშინათ ახალგაზრდობას, ესენი წავიდნენ. დავჭით მოხუცებულები, აი ცოტა ხლიერი ხალხი და ჩვეულებრივ მოდიოდნენ, გველაპარაკებოდნენ, წყალსაც სვამდნენ, აი ეზოში შემოვიდნენ, წყალი დავალენით, რამე დავალენით. ჩვეულებრივ ნუ გეშინიათ, არაფერი საშიში არ არისო. არაფერი, არც საწმელი უთხოვიათ, არც სიგარეტი უთხოვიათ. პროსტო აი ბუტკებიო სად არისო, თუ ბუტკები დაკეტილი იყო რამე ახლა სიგარეტი თუქო და ვაწეინებდით ხოლმე იმას შემოდი. არაფერი საშიში არაფერი არ ყოფილა, არაფერი ზედმეტი არაფერი არ უთქვიათ. პირიქით, აი ნუ გეშინიათ უგას, არაფერი საშიში არ არის, არაფერი არ არის. თქვენ როგორ მიგაჩნიათ ახლა ეს რომ რუსები არ ყოფილიყვნენ, სხვა ქვეყნის ჯარები რომ ყოფილიყო. თქვენ ესე ყველა ვინ შემოვიდა, ყველას მოაწევიებდით სიგარეტს? არა. არ მოაწევიებდი, რაში მოაწევიებდი, ისინი არ დაგვიდობდნენ ჩვენ, რაში დაგვიდობდნენ. მე რუსეთში რამდენი წელია დავდიოდი, მივდიოდი, მოდიოდი, ჩემი ძმა ახლა უკვე რამდენი წელია ცხოვრობს იქა. სულ უმაღლესი აი რაღაც 64 წელიწადში $20,000 ბინა იყიდა სოფელში იყიდა ბინა. რუსეთში იშო. ქართული გვარი აქ და ყველა. კი, ცერცვაძე, რამაზე დავითიზე, კაცო. ო. მე ახლა მეხოწევა წამოდიო, მაგრამ აი ეს ვიზა რომ მოიხსნა, მე ვიწუში წავალ. წავალ, იმიტომ აქ არაფერი იქნება, რა გავაკეთო აქ რა. უშო ფაჰა დააცეთ, ჩემხელებ დააცეთ, გადატყებული, არაფერი არა. და თქვენ როგორ ფიქრობთ, ეხლა უფრო კარგი სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები რომ დამყარდეს რუსეთთან? კი. და გაადვილდეს უფრო პროდუქციის გატანა. კი გაიხსნა, მაგრამ ისე ადვილი მაინც არ არის. იმუშავებდით აქ რაღაცა შანსები არის რომ ქართველმა გლეხმა კარგად. კი, აბა ვიმუშავდი, ბაღები მაქვს, რამე მაქვს. ვიმუშავდი და გავიდადი პროდუქცია, ჩავიდადი მე თვითონ გავყიდიდი გოხტათ. იქნებოდით კარგად თბილად. ისე როგორ მითხარი, როგორ რუსეთის ვიზები რომ გაიხსნას. ეს მიაყოლე, ანუ რუსეთის ვიზა რომ მოიხსნას, ხო? რომ მოიხსნას. ჩვეულებრივ პროდუქციას გავიდათ, ჩვენ თვითონ და ჩვენ თვითონ იმას ვისწავლთ. ძალიან კარგი. რამე სხვა არ დაამატებთ, აი მოგონებებიდან, აი აგვისტოს ომიდან რაღაცა ეპიზოდი ხო არ გახსენდებათ? ან ისეთი, ან ასეთი, არ რაღაცა კიდე თქვა თუ გინდა ბძანეთ კამერა. რავი, არაფერი, მე მგონი არ ცუდი არაფერი არ უთქიათ რა, ცუდი არაფერი არ ყოფილა და აი. კაი გაწყობით იყვნენ ჩვეულებრივად, რავი. ცუდი იქ არაფერი მოდი. აგრესულები არ იყვნენ, არაფერი არ იყვნენ, პირიქით აგაცო. ნუ გეშინიათ თუ ყველაფერი კარგად არ იქნება ყველაფერი და კარგადაც ეგრეთ ჩატარდა. და შეასრულეს თავიანთი. და შეასრულეს, გავიდნენ, წავიდნენ. აი ხა თბილისში რუსთავი ორი ვიღაცეებმა გადმოსცეს უნიტაზებს იპარავენო. ვაი, რას ლაპარაკო? რას ლაპარაკო? რასაც უნდა იმას იტყვიან ისინი. ისინი ნაციონალები იტყოდნენ, რა სხვა ვინ იტყოდა რა. ჩემ გამოიერეს ზედგზაზე ცხო. ой, идем битები.
4 თუ ამას ყველს ვიძახდე კი იცია გამოიარეთ მივესალმე პლაშატკაზე და დაუძახეთ მოდით მეთქი მოვიდნენ 4 იყვნენ ავტომატები მიხვდეს კედებზე ჩემ ქართულ ხარი ქალო მივიყვინო ამიტომ ყველი პური ეხლა საკლავს ვერ დავკრავ ველაპარაკები და ავიღე დავლიე პირველი ჭიქა ჩემ ქალს მეუბნები უბრებს დაალევინე ჯერაო ქალი მეუბნება მოიციქრებს ხამი უნდა დავალეინო ჯერ მე დავლებ მეთქი მერია ერთ-ერთი 20 არა ყოფილა კაცო 20 ეს ელხოტოვდა ორჯორი კიზილი მე ჩემ ქალს დავუხსვრა ცოლი ყვა რასტა მე ძურ მართალ გეუბნება დავლიეთ მე თომ მოვიპატიჯე კი არ დამაზალეს არა ეგი გაზალებით არ ხდებოდა ეს დაბა არა კაცო რა თხოვე და მოვიდე ელა რა ხდება არაფერი სოფელში ქალებით ყველაფერი თოფის ხმარ გამიგია და წესრიგი იყო არ რადიო არაფერი ეხლა დავაბრალო ვინი ხვრენ არ მიცნობენ არ ვიცნობ ძმურად რო გაივლიდნენ ხელს ვიწერდნენ ვიდრე ადგილს დატოვებდნენ, ჯარისკაცები საქართველოში საკუთარი მისიის ძალიან უცნაურ ვერსიას ხვებოდნენ. Выполняем миротворческую миссию, дабы чтобы со стороны Южной Осетии не допустить мародерский банд этих, как говорится, мародеров, ввод оружия на территорию Грузии. ილარიანი გივის ზოგრატის ძე, დაბადებული გორის რაიონის სოფელ მეღრეკისში. რუსეთის ჯარი იყო შემოსული. რამდენიმე ერთეული BMP იყო და როგორც დაზვერვის მიზნით მე ბაღებზე ავედი და მაინტერესებდა რომ რა მდგომარეობა იყო ხალხთან ურთიერთობაში როგორ იყვნენ. დაახლოებით 10-12 მეტრის მანძილიდან უცქეროდი და სერჟანტი იყო ერთი. ამოვიდა და გადასცა რაციით რომ ზეს ჩისტაო, რაც იმას ნიშნავდა რომ აქ მებრძოლი პოლიცია შეიარაღებული ძალები არ იყო. რის შემდეგაც აქ დაბომბვაც შეწყდა და სულ ყველაფერი შეწყდა. ეს მოხდა მანამ ეს ინფორმაციას გადასცემდნენ, რომელიც მე მოვისმინე სერჟანტისგან, მანამდე იყო ეს დაბომბვები. დაინგრა რამდენიმე ბინა. სხერპლი არ მოყოლია. და ამ ინფორმაციის მე რო გადასცეს ზეჩისტაო იმის მერე სოფელში დაბომბვა შეწყდა. და აი სანამ ეს რუსები შემოვიდოდნენ, აქ რამე ჯარის ნაწილი იყო ქართული? არაფერი. არც ჯარი, არც პოლიცია, ვიყავით მხოლოდ ადგილობრივები. როდესაც შემოვიდა რუსული ჯარი, თქვენ როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ? ანუ რამე იგრძენით მათი მხრიდან ზეწოლა ან რაღაცა იმის მუქარა რომ დაცალეთ სახლები, როგორ იყო ეს თუ აგვიხსენეთ? სიმართლე უნდა ითქვას, მსგავსი რამ არ აყოფილა. იმიტომ რომ პირიქით თვითონ ვინც არ იცოდა რუსული შეეშინდათ რუსული ტექნიკისა და გაიქცნენ. და რომლების გავჩერდით, გამოგვიცხადეს რომ დაგვინახავთ, არ გაიქცეთო. თორემ მარადიორი გვეგონები და უფლება გვაქვს რომ გესროლოთო, ბრძანება გვაქვს ესეთი. პირადად ვლაპარაკობდით ერთმანეთში რამე მე გვითხრეს რა გიჭირთო ჩვენ წაუხსენით ჩვენი პრობლემები რამე სინათლე არ იყო ამას სინათლეს ვერ ჩაგვირთავდნენ და ვეხმარებოდნენ პურით დაგვეხმარნენ რაც შეეძლოთ ორ დღეში ერთხელ მაინც მოქონდათ ხოლმე როდესაც მივიპატიჟეთ ეს
პოლკოვნიკი იყო თუ პოდპოლკოვნიკი მან კიდევაც გვითხრა რომ რა ხალხი ყოფილხართო ეხლა გაგიცანითო და ვისი გულისხმობა ვომობთო აი ზუსტად მახსოვს ეგ სიტყვები ნუ მადლობლები იყვნენ ჩვენი ხალხისა რა როგორც არ შეიარაღება იყო არ ჯარი დახვდა აქ არც ისეთი განწყობა რომ ვინმე წინააღმდება გაეთია ომი ყველამ ვიცით კარგად რომ მოძდევს მარადიორობაც მოძდევს ყაჩაღობაც მოძდევს როგორც ჩვენი მხრიდან ისე იმათ მხრიდან ოსების მხრიდანაც არიან ყაჩაღებიც არიან ქურდებიც არიან მარადიორებიც არიან რუსის ჯარი რო არ შემოსულიყო მარადიორები აგვიკლოდნენ ოსის ადგილობრივები არა მაგრამ ოსის მარადიორები აი მარადიორებმა მოკლეს ოლია მაისურაძე აქ რომ მოხდა და ეგ ამბავი რო გაიგეს რუსები მკურნალობდნენ სოსო სერგოძე ნადირაძე სოფელ მეღურეკისიდან ჩვენ გვეშინოდა ოსებისა იყო შემთხვევები აქ ისეთი დრო არის ემაგდოს პომიდორის ატყამის ყველაფერი არის მოდიოდნენ მარადიორები სოფლიდან გახიზნულები იყვნენ ხალხი მოდიოდნენ მარადიორები და ჩვენ ვერიდებოდით იმათ ის კიდევ თავისუფლად დათარიღებდნენ პომიდორებს რაც იყო შემოსული მას თუ იყო შემთხვევები რომ რუსის ჯარისკაცები თქვა სახში უვარდებოდნენ ვინმეს მსგავსი შემთხვევა არც აყოფილა იმიტომ დაჟაკეთ კიდევ ჩვენ პატიჟობდით სახში პატიჟს ვცემდით რა თვითონაც პატიჟს ვცემდით და გვაფრთხილებდა კიდევ თუ ვინმე შეგაწუხოთ რაღაც დაგვიკავშირდით ეს იყო თქვენ რო პატივს ვცემდით მას თქვენი ნებაყოფლობით თუ რამე და ჩვენი ნებაყოფლობით იმიტომ მე თვითონ რუსის ჯარში ნაყოფი ვარ დაჭრილი ვიყავ და მაგიტომაც არ გავიქეცი მე რომ იმედი იმიტომ შევხვდნენ მე ეგრეთი რამე მეზობელ სოფელში მივიდოდი დამყავს გათხოვილი და გზაში დამეჩითნენ რა რუსის პატრულები მე შემეშინდა და გაფრთხილებულიც ვიყავით ჩვენ არ გაიქცეთ დაჟე პატივი მცეს ნუ იყვნენ საჭმელები ქონდა და შემომთავაზეს ხო არა მქშიათო პატივი მცეს მე ჩვეულებრივად გავედი იქიდან გამოვედი იმიტომ იმედი მქონდა ამ რუსის ჯარისა ჩვენ ოსების შიში ქონდა მაგრამ ოსები აქამდე არ მოსულან აქიდგა რუსის ჯარი კი სოფლამდე არ მოსულა ჩვენ უბაში შეყუზული ერთად ვიყავით რა პადვარში ვიყავით ჩვენ სახლებს ვყარაულობდით რა უიარაღოთ რა თქმა უნდა რუსის ჯარი რო შემოვიდა ჩვენთან იმედიც ჰქონდა ჩვენ რომ აღარც მარადიორებისა გვეშინოდა და უფრო იმედი ჰქონდა რა რუსის ჯარისა დათო ვანიშვილი გორში ვცხოვრობ, მაგრამ სოფელი მაქვს მეღლეკიში. ომის დროს ყოფებოდი მეღლეკიში. არაფერი ცუდი საქციელი არ ყოფილა. უკეთესი რაც შეიძლებოდა მაგაზე მეტ უკეთეს ვერავინ ვერ გააკეთებდა. აი რას გულისხმობ? რა ვიცი, დახმარება იყო თუ, პური იყო თუ, ტუშონკა იყო თუ, რამე იყო, პრობლემა არ იყო არაფერი. სიგარეტი რო სჭირდა და არავინ არ იყო, სიგარეტს გვაწეინებდნენ და რა ვიცი. მანამდე შემოსული იყო აქ. მანამ რუსი ჯარი შემოვიდა და ოსები და კაზაკები. და ეგ თუ რამე იყოს, ეგენი აკეთებდნენ. მე რუსი ჯარი რო შემოვიდა, იქ დაწყნობდა ვაფშე ყველაფერი. და შეიძახდნენ, კაბეჩი და ბოქსის ხო აქ იყვნენ კოორდინატები. თუ ვიღაცა მოვიდა და რაღაცა მაგდაგვარი შეწუხება მოხდა, აგე რახავარ და გავაგებინეს. მე უკვე ბოლოს რუსი ჯარი რო იყო შემოსული. მე სოშვილი გაშვებული მყავდა უკვე სოფლიდან აქ წასულებიები. და თვითონ რუსმა გადამიყვანა მანქანით იქ საზღვრამდე ჩვენების საზღვრამდე იქ და თვითონ ამად გამაცილეს გადამიყვანეს იქით დედანაშვილი არჩილი ვარ სოფელ მეღრეგისიდან რუსი ჯარი რო შემოვიდა ჩვენ სოფელში მარადიორები დადიოდნენ და იმად დაძევდნენ ეს რუსი ჯარი რო არ გეეცართვა ჩვენი სოფელი და არაფერი
მკვლელობები და ისინი არ მოხდარი. თუ რაღაცა დაგჭირდეთ, დაგვირეკეითო და შეგვატყობინეითო რა. მოიძაბა, ჩემი ჯერი. ეს რა არის და რა შეშინია გამზიარზია. გიგა გოგალაძე ხო სოფელი დირბინი ჩვენ აღერა თამამად შემიძლია მეც აუ თქვა და ყველა დამემოწება აქ მეზობელებიც და ყველა რა რუსის ჯარ ჩვენთვის აღერა მოსახლეობისთვის არაფერი იმასთან პრეტენზია რომ თავარი ეგ იყო რომ ნაბაროდ ისინი პატეს გცემდნენ აქეთა და ოსები როცა ყაჩაღობა იყო ოსები მარადიორობდნენ ყაჩაღობდნენ აქ მთელი ხალხი იყო და მოწმეები არიან ნახევარი სოფელი დაგემოწმება მოდიოდა რუსის ჯარი მანქანები იყო რაღაცა რასაც მოასწრებდნენ მიქონან შეროცისა ოსები უბრალოდ ბოდიში კაზაკები ოსები ეს დაქირავებული ისინი როცა რუსის ჯარი შემოვიდა მოსახლეობას ყველანაირი პატივისცემდნენ გვერდში უდგნენ და დაყვანილისა ტარტმული ტექნიკა ჰქონდა დაუბრუნეს და პატივისცეს რაც შეეძლო არანაირი მარადიორობა და არანაირი დარწვა გლეჯვა რო იტყვია რუსის მხრიდან არ ყოფილა აი რუსის ჯარი მაგალითად მოსახლეობისთვის არაფერი ზედმეტი სიტყვა არ უთქვია. აი ხალხი მაშინ არეულობა იყო, ხალხი მინდორებში დადიოდნენ, აი ეშინოდა ხალხი რომ სამუშაოდ რო გასულიყო მინდორში რა, აგვისტო იყო ხო იცი? სოფლის ხალხი მონაკვეთები მოსახლეობა, ასე ვიტყვი, რუსის ჯარი გვერდში უდგა, აი იქით იმის მხარეს არის ჩვენი სოფლის ნაკვეთები რა, საზღვარზე ლამი. რუსის ჯარი გვერდში უდგა, ხალხს ეუბნონ, გადით სამუშაოდ, ნუ გეშინია ჩვენ აქავა. მე ვარ ქარელის რაიონის სოფელი დირბიდან, გოგია გოგალაძე. სანამ რუსეთის ჯარი შემოვიდოდა, აქ 2 დღე ჰქონდათ აი მარადიორები შემოვიდნენ. ნუ კაზაკები, ოსები, რა ვინ იყვნენ ახლა რა ჯულის ხალხი იყვნენ რაღაც არ ვიცი, მაგრამ მოასწრეს 2 დღე სოფელში გაიარეს. 2 დღე. წაიყვანეს მანქანები, წაიყვანეს ტრაქტორები, წაიყვანეს მინი ტრაქტორები, ესეთი რაღაცები და შემოასწრო რუსის რეგულარულმა ჯარმა. იმის შემდეგ ჩვენ სოფელში მარადიორობა დამთავრდა. რუსის ჯარი პატრულირებას ახდენდა, აი გაივლიდა, გააჩერებდა, ხო არაფერი გინდათ? შეკითხვა? არაფერი, ხალხი ჩვენი სოფელი დავონა, ქალები და ბავშვები წავიდნენ თორე სოფელი არ დაცლილა. აი როგორც იყო, არ დაცლილა, მოსახლეობა იყო. ყველა ადამიანი ამას გეტყვით სოფელში რომ გაერთა 1500 ოჯახიანი სოფელია ჩვენი სოფელი. აი ყველა ადამიანი ვერავინ ვერ იტყვის. იყო აი აქ მაშინ იმ დროს ლობიოს აღება იყო. ბატონო გზებზე იყო გაშლილი ლობი. აი ტანკით რო გამოივლიდნენ ტანკით, ხო? ზედა რო უვლიდა ტანკი. აი ესე გვერდზე გაივლიდა ურაჟაინი სპორტი. იყო ის ხალხი წესივრად იქცეოდა. მაღაზიაში შევიდოდნენ, თუ რამე უნდათ, იყიდნენ, წავიდოდნენ. არავისთვის ზედმეტი სიტყვა არა. აქ ვიყავით მე და ჩემი მოვიდა რუსის ოფიცერი ორ ჯარისკაცთან ერთად. შემოვიდა ეზოში. ნუ ეხლა ქალია და ჩემი ცოტა შეეშინდა. მე გავედი რაშია საქმე. გავყევ გითხრა, მითხრა რომ აი რო დატოვეს ეს ჩვენი ჯარისგან დარჩენილი რომ გაიქცნენ, დარჩა ეს ასაფეთქებელი ნივთიერება ხო ბევრი იყო. ნუ და გავყეთ იმას და წითელი ზოლები შემოავლეს, ამას რა წასაღები იყო, წაიღეს რომ რაც არა რომ არავინ არ მიეკაროს და არაფეთქეს აგვისტო წარმოვიდნენ და სიცხე იყო და პატარა ნაპერწკალი საკმარისია რომ ეს რაღაცა. და რარჩენ ის ხალხი რა რისა გეშინიათ, თუ რამე გინდათ. თუ რამე გინდათ, აი ხალხისგან ეს იყო, თუ რამე გინდათ, მოდით მოგვაკითხეთ. აი ჩვენ წინ მეზობელი სოფელში ნახირი გაურეკეს იმ მარადიოლებმა. სოფლის ნახირი. მივიდნენ რუსის ჯართან, წავიდა ეს ჯარი დაეწია ის მარადიორები დაიჭირეს. ნახირი დაუბრუნეს სოფელს. აი ტახტი ძირი არის სოფელი 1 კილომეტრზე აქედან. უკან დაუბრუნეს. სახლები ხო დაწვეს დვანში 47 სახლი დაიწონა. ვერც ერთ ნორმალურ ადამიანს ენა ვერ მოუბრუნდება, იქ რუსის ჯარმა რამე დააშავა. აბსოლუტურად არაფერი. სიკეთის მეტი არაფერი გაუკეთებიათ იმ კაცს. აი ხა იმ კაცთანაც მივალთ ჩვენ მეზობელი კაცია, ტრანსპორტი დაკარგა და რომ მივიდა და წაიყვანეს და აძებნინეს ამჯერადაც ცხინვალამდე გადაყვნენ და მოაძებნინეს და მეორე ბიჭს მოაყვაინეს უკან, დაუბრუნეს. ბეძანი მქვია გელუტაშვილი. რუსებს ჩვენთან არაფერი არ დაუშვებიათ. სინამდვილეში არაფერი არ დაუშვებიათ.
პირიქით აი უკვე 9 აგვისტოს მარადიორები ოსები შემოვიდნენ და მე აქ მუშაობდი და სახლიდან წაეყვანათ უაზი მქონდა პორტიანი მანქანა და პერმული ტრაქტორი თავის შლეიფებით ყველაფრით. არავითარ შემთხვევაში რუსებს არაფერი დაუშავებიათ. პირიქით ლობიო ქონდა ასაღები ხალხი მუშაობდა და პოლკი იდგა რუსეთის სამხედრო პოლკი სოფლის იქიდან ხარეს ტანკები, ბეტერები და 1000-ნაირი ტექნიკა. ლობიოზე ერთი კაცის ფეხი არ იყო გადავლილი, არც ტანკის ასწავლები. მე ავედი მეორე დღეს რო მანქანა წაეღოთ და პირიქით ერთ მაიორმა ბეტერში ჩამსვა და ის იქიდან სოფლები, ოსების სოფლები შემოვიარეთ და ვერ ვიპოვეთ ჩვენი მანქანა. ღამე არ გამოხვიდეთო, მარტო ეს გითხრეს, დანარჩენი იმუშავეთ, არავის ხელი არ შეუშლია, არაფერი მე ესე ვიცი. ჩვენ სოფელში არაფერი არ დაუშვებით და სხვა არ მოხდა არ ვიცი რა. რაიმე ეროვნულ ნიადაგზე შეურაცხყოფა სხვა არ ქონდა ადგილი? არავითარი, არაფერი. არავითარი, აგერ ხალხი შეეკითხეთ, არაფერი არ ყოფილა. გიორგი აბრამიძე სუხაშვილი სოფელი ცხავატი ახალგორის რაიონი რუსეთის ჩვენ არ ველოდით თუ რუსების ჯარი შემოიდოდა და გავიხედეთ და ერთ შენერ საღამოს ტანკების ხმარი და ჩვენ გონა ვერ ფრენავენ მაღლა რაღაც იქით აკეთო და სცენარში გავიხედე ბაზვად სოფელია და მოდის ტანკზე გავიქეცით ტყეში ავარდი ჩვენ თავს უშველოთ რაღაც მაგრამ მოვიდა რუსები თქვენს უკაცო რადგან მიხართ ჩვენ არავის არ გესურთ თქვენ არ გვესულოდო ჩვენ არ გესურდო თქვენ არ გვესულოთ ჩვენ უცხარკო არ ჩვენ საცული კაცო ხო და მაშინო ჩამოდით კაცო ყველა ჩამომბზანი დადი თქვენ საფკარსა ჩვენ აფს არ გიჭ თქვენო ეგრეც მოხდა არაფერი იქ არაფერი მაგათ არაფერი არ უთქვათ ან ზედმეტი ან დაშავება რაღაც ვართ ეხლა და პოსტები ეგენდგანა გამშემპუნზე ეგენდგანა და ოსები იქ სულ არ აჩანა მე რა ვიცი ოსეთში ვარ თუ რუსეთში ვერ გავიგებე ქრისტესიაშვილი ერედვით არავის არაფერი არ უთქვია ან დატოვეთ ან წამოდით ან დაცალეთ თვითონ ხალხი ნაწილ წამოვიდა დატოვეს მე რო წამოვედი მეგონა რომ ხვალეზე მიბრუნდები მაგრამ ვეღარ მიბრუნდი ესე იგი შემოსულები იყვნენ სოფლის თავში და ბიჭი შემხდა რომელმაც მითხრა იქ სულ ყველანი არიან შემოსულები ტანკები ისინი დგანანო და უნდა წავიდეთ მეც არბოლიშვილია მე არ მინახია მაგრამ ეს ის არ იყო და ის ქართველმა კი რუსებს არ იქად განანო და როდის შემოვლენ როდის არა ეს იყო უკვე 10 აგვისტოს სადღაც ეგრე 11-12 საათის 10 აგვისტოს და 10 აგვისტოს თქვენ დაიძარით იქიდან წამოვიდეთ 10 აგვისტოს წამოვედი 10-მდე ვინმე შეგაწუხათ იქა მოვიდნენ თქვენთან ავტომატებით ან რამე გითხრეს წადი აქედანო არა ეგრეთი რამე არ ყოფილა არ იყო მართალი არც ჩვენი მთავრობა და არც საომარი მოქმე რაზე დაიწყო რა დაიწყო და რისთვის დაიწყეს არაფერი შედეგი რა არის აი რისთვის მე ვარ ახალგორიდან ვარ მერაბ ბალაშვილი გადეთ ახალგორის რედაქტორი და აქ ესე იგი 2008 წლიდან უბრალოდ 2009 წლიდან ჩვენი დევნილებთან ერთად ცხოვრობ წეროვნის დევნილთა დასახლებაში ხო ცოტა ხმამა შეიძლება კი და აქ ცხოვრობ უკვე მერვე წელია 2008 წლის 12 აგვისტოს ფაქტიურად დამთავრდა ომი, ხელი მოეწერა პრეზიდენტმა მოაწერეს ხელი. აი ომის დამთავრებიდან 3 დღის მერე 15 აგვისტოს ახალგორში შემოვიდნენ და ძალიან გასაკვირია ომის დამთავრების შემდეგ რატომ მოხდა მათი შემოსვლა. მოსახლეობა ძალიან იყო დაბნეული, ძალიან შეშინებული. ერთი ნაწილი მოსახლეობისა ტყეში გაიქცა, ტყეში აფარა თავი. ნაწილმა მოსახლეობამ საერთოდ არაფერი არ იცოდა ამის შესახებ, არც ადგილობრივმა
არც ადგილობრივმა ხელისუფლებამ, არც ცენტრალურ ხელისუფლებამ არაფერი არ იყო გაფრთხილებული არც ერთი ადამიანის შესახებ, ისეთი მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი და ძალიან ესე იგი შოკირებული იყო მთელი მოსახლეობა, მაგრამ საბედნიეროდ არც სისხლის ღრ არ მომხდარა, არც სახლების გადაწმა და ასე თუ ისე ნელა მერე ჩაცხრა ის ნებათა ხელვა, ის შიჩი და ის ყველაფერი იმ პერიოდში. მე პირადად ასეთი დისკრიმინაციული მოპყრობა ან რაიმე ფიზიკური ზეწოლა ის მე არ გამიგია. მე ახლა მაგალითად ჩემი სოფელი არის ახალგოროდან 27 კილომეტრში. სოფელი არის ბალაანი, ქარჩოხის ხეობა. იქ განლაგებული არის რუსის მესაზღვრე ნაწილი. იქ ააშენეს მათ თავიანთი ბაზა. იქ ცხოვრობენ დაახლოებით 30-მდე ოფიცერი და მათ შეხება აქვთ ასე თუ ისე იქ დარჩენილ ქართველობასთან. მე როგორც გადმომცეს, შეიძლება მე უკვე იქ ვეღარ ვახერხებ შესვლას, მე როგორც გადმომცეს მათ პირველ წელს შემოსვლისას მაინც ურთიერთობა არ ჰქონდათ მოსახლეობასა, თასარიდებდნენ მათთან კონტაქტს, ეთყობა თავისებური ის ჰქონდათ დავალება და შემდეგ ასე თუ ისე მე მოხდა გაასაუბრებას, მათი ასე თუ ისე, იმიტომ რომ ძალიან ახლოს ცხოვრობდნენ მოსახლეობა ამ რუსის ნაწილთან და მე როგორც ვიცი რო დაინახეს ქართველთა განწყობა, ქართველი ხალხის განწყობა, მათ კარგად შეამჩნიეს, რომ ეს ხალხი არის ის ხალხი, რომელთან შეიძლება ურთიერთობაც, ნორმალური დამოკიდებულებაც და ის კი არა შემდეგ მე ვიცი, რომ ზამთრის პერიოდში, როდესაც უკვე იქ საკმაოდ მძიმე ზამთარი იცის, მოსახლეობის ის ნაწილი დარჩა იქ, რომლებიც არიან პენსიონერები, ახალგაზრდობა არ იყო და მათ ძალიან უჭირდა ტრანსპორტის შოვნა, შეშისმეტანა და არ იყო შემთხვევები, რომ მათ თავიანთი ტრანსპორტიც კი მიახმაროს, რომ შეშამიეტანათ და ამასთან ერთად ზოგიერთს დაეხმარნენ ესე იგი მისცეს აი ეს დიზელის საწვავი, რომ გამოეყენებინა შეშის ღუმელის ასანთებად და პროდუქტებითაც კი ეხმარებოდნენ. ასე რომ იქ რაიმე ეროვნულ ნიადაგზე კონფლიქტი, ურთიერთობაში რაიმე ფიზიკურ ძალადობა იქ არ ყოფილა, მე პირადად არ გამიგია არავისად. იმიტომ მე მაქვს იმათთან ჩვენ ხალხთან შეხება. ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ძალზე განიცდის იმას, რომ მათ შეზღუდული აქვს თავისუფალი გადაადგილების უფლება, კერძოდ ისინი რომ შევიდნენ თავიანთ სახლკარში, შევიდნენ დაუბრკოლებლივ, ეს შეზღუდვები არსებობს და ეს აუცილებელია როგორმე დარეგულირდეს იქით იმ ხარესთანაც ამათაც მეტი აქტიურობა გამოიჩინა, რომ მოსახლეობა, ქართული მოსახლეობას კონდეს შესაძლებლობა შევიდეს თავის ხალხკარში, თავის სოფელში და აი ნელ-ნელა ამით დაიწყოს ქართველთა დაბრუნება თავიანთ მიწა-წყალს. ისე ესეთი აი ეს არ ძალადობით, არც სხვა გამოსავალი არ არსებობს. აი ესეთი რაიმე კონსტრუქციული მოქმედებით უნდა მოხდეს, რომ ადამიანებს შეეძლოთ თავიანთ სახლკარში თავისუფლად გადაადგილება. როგორ შეიძლება ადამიანს შეეზღუდოს, რომელიც არა ადამიანებსაც დანაშაული არ მიუძღვის, რატომ უძღოდა თავის სახლკარში შესვლას. ეს არის აი ძალიან დიდი ტკივილი დღევანდელი ქართველობის. ამისთვის საჭიროა, რა თქმა უნდა, ამისათვის საჭიროა ჩვენმა ხელისუფლებამ, რუსეთის ხელისუფლებამ, ოსების მხარე უნდა შვიდობიანი გზით უნდა მოახერხოს შეხვედრები აქ შეხვედრები და აი ეს საკითხი დარეგულირდეს, ერთ ურთიერთობა უნდა დათბეს, ამასთან ერთად უნდა სახალხო დიპლომატია უფრო მეტად გააქტიურდეს, იმიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას, იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც იქ ცხოვრობენ, ოსები თუ ქართველები, ყოველთვის ჰქონდათ კარგი დამოკიდებულება ურთიერთობასთან, შერეული ოჯახები ძალიან ბევრია, ნათელმირონობა, ეს კარგი მეზობლობა და ეს უნდა გაგრძელდეს. აი დღესაც ამ
სასახლებაში ოსებიც ცხოვრობენ ქართველებიც. იქ ქართველებიც არიან ოსები. ეს დამოკიდებულება, ეს ტრადიცია, კარგი ტრადიცია, რაც მათ ჰქონდათ, ეხლაც ინარჩუნებენ და აი ეს არის ისეთი კარგი კოზი, რომელიც უნდა გამოყენებული იქნას და ეს უნდა მოხდეს მოსახლეობის ჩართვა სამთავრობო დონეზე, ამ საკითხების განხილვა და ხალხის ჩართვაც ავტორიტეტული, აი ესეთი ძველი გამოცდილ ადამიანების, რომლებიც აი მართლაც წინაყენებენ იმ ტრადიციებს, რომლებიც აი მთელი საუკუნეებზე ქონდათ ამ ორ ხალხს, ეს ზიდად შეუწყობს ხეს, რომ აი ეს ურთიერთობა უფრო დათბეს, უფრო გაღრმავდეს ეს და ეს კონფლიქტური სიტუაცია როგორმე ამით დამთავრდეს. სხვანაირად არ შეიძლება ესე შორიდან ცქერით არაფერი არ გამოვა. რობერტ მიხელიძე ბეკურიშვილი დუშეთის რაიონის სოფელი გრემისხევიდან. 2008 წლის ომის შემდეგ იყო ესეთი შემთხვევა, რომ ჩვენი სოფლის ახალგაზრდები იყვნენ წასული ტყეში შეშის მოსატანად, მოსაჭრელად და ამ დროს ეთყობა ეს ჩვენი ბიჭები გადავიდნენ ისეთ საზღვრებში, სადაც სააგაშვილმა რომ დაადგინა მეორე სამხრეთ ოსეთი. აი იმ საზღვრის ფარგლებში შევიდნენ და ჩვენ სოფლის ბიჭებმა არ იცოდნენ ეს და ამ დროს დაიჭირეს რუსებმა 16 ბიჭი და წაიყვანეს ახალგურში. იქ როგორც მე გამოვკითხე რამდენიმე ახალგაზრდას, შევეკითხე როგორ გექცეოდნენ რუსები, ოსები, რამოდენიმე ერთი ორ მათგანს შევეკითხე, ორივემ დადებითად შეაფასეს მათი მოქმედება, პირიქით ძალიან კარგად გვეპყრობოდნენ, რომ გაგვიმასპინდნენ, რომ კონსერვები გვაჭამესო, ხვარაკ შეათო, ერთს ქურთუგი დარჩა ტყეში და შემდგომა იყო სციოდა და ეხლა გამოგიტანო ახალი სამხედრო ქურთუგი მისა, რომელიც დღესაც აქვს სახში, გამოატანეს ეხლაც. და ერთ სასაცილო იმას გეტყვით. ერთმა თქვა, ცოლ-შური რა მყოლიყო, აღარ წამოვიდოდი იქიდან. ისე მეორე შემთხვევა იყო ჩვენ სოფლის ამ თაზე, სადაც საზღვარია, პირობით საზღვარი, ოსების სოფელია, ნაგომავი ქვია. აი იმ სოფელს მიაკუთვნეს ეთყობა ის ტყე, რომელშიც ესენი იყვნენ და სასაფლაო მოყვა იმათ ზოლში. და იყო შემთხვევა, შარშანი იყო, შარშანიც იყო. ქალი გარდაიცვალა და სასაფლაოზე აღარ დაასაფლავებინეს ეს. ჩვენი საზღვარია და არ გაუშვეს. ეს ნამდვილად არ მოგვიწონა, არც არ მომიწონა, მაგრამ რაც დადგენილი ყოფილა სააკაშვილის მიერ საზღვრები იმის იქით არ გვიშვებენ. ეს ძირითადად სააკაშვილის ვაჟკაცობაა დამსახურება, რომ ესე დღეს ჭყალებში რა თქმა უნდა, რომ ასე დღეში ჩაყარეს ჩვენი ხალხის, ჩვენი მოსაზღვრე სოფელია და ის ტყე ნახევარი ჩვენ გაგვეთის, მეც დავდიოდი ხოლმე იმ ტყეში და ეხლა ვეღარ შევდივარ. ასე რომ დიდი დამსახურება მიუძღვის ჭყალებში სააკაშვილის ამ შედეგებზე. აი 1-2 წელია არაფერი იქიდან არ ყოფილა შემთხვევა და ჩვენ სოფლებმაც იციან უკვე და ერიდებიან. და ხო ერთი დამოვიწყდა ზედ თაზე არის დღეობა, რელიგიური დღესასწაული, თიჯორას ეძახიან. იქ ასულას არ გვიშლიან. იმათ ზოლშია, მაგრამ იმ დღეს ივნისშია ხოლმე არავის არ უშლიან ასულას, იქ ჩვეულები მივდივართ და მოვდივართ. დადებითი ეგ არის. როგორც ქრისტიანები, ისინიც ქრისტიანებიდან ჩვენს და ხეს გვიწყობენ და არ გვიშლიან.